ვეძებთ თავისუფლებას და თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია. უფლის ასაკი არის 33 წლის წინათ ხანდაზმულ მშობლებს სამი ქალიშვილის შემდეგ შეეძინათ ვაჟი, რომელიც სკოლის დამთავრებიდან 3 დღეში მონასტერში წავიდა და ერში აღარც დაბრუნებულა. ერთმანეთისთვის ვილოცოთ და ერთმანეთი სიყვარულში გავაძლიეროთ. ეს იქნება ჩვენი სრულყოფილება და ეს იქნება ჩვენი დღესასწაული. 1996 წელს შვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხეს ბერად. ამჟამად ის 5 მონასტრის წინამძღვარია. ვინ იყავი შენ, უფალს არ აინტერესებს. ვინ ხარ დღევანდელ დღეს და რითი წარდგები ღვთის წინაშე, ღმერთს ეს აინტერესებს. სტეფანე პირველ მოწამე პავლე მოციქულმა აწამა ხალხი. პავლე მოციქულიც და სტეფანე პირველ მოწამეც ორივე უფლის წიაღში იმყოფებიან. ეკლესიისთვის ერთი წმიდანია და მეორე წმიდა. დევნელი და დევნილი, მაგრამ დევნელი შემდგომ თვითონ შეიქმნა დევნილი ქრისტესთვის. წმინდა ოსაენ ბავშვები წყალენ ჩვენ უფალო გვიხსენ და გვილხინეცულა ჩვენდაგან მე უფეო შეგვინდე უჯულებანი ჩვენი ჩვენი აღიარება, ჩვენი სინანული, ჩვენი სიყვარული ყველაფერი უფალს უნდა უკავშირდებოდეს და მას უფალთან უნდა მივყავდეთ და არა ამ პარტავნებამდე. ადვილად შეიძლება განსაზღვრო ადამიანმა შენ სინანული რო გააქვს მოწყალებას რო აკეთებ, უფლისთვის აკეთებ და უფალთან მიდიხარ ამ გზაზე, თუ აქვე რჩები და ჯოჯოხეთისკენ მიექანები. როცა მოწყალებას გასცენ, თუ ფიქრობ რომ აი რა კარგია, რა მაგარი ვარ, ნახე ყველამ დამინახეთ, ესე იგი ამას უფლისთვის არ აკეთებ. თუ აღიარებ ცოდვას და ამითი თავი მოგწონს რომ ნახე შენ რა მაგარი ხარ, აღიარებ ცოდვა, ესე იგი ისე უფლისთვის არ აკეთებ. რა თქმა უნდა, თუ ერთ ადამიანსაც განიკითხავ, ესე იგი სიყვარული არ აქვს. იმიტომ რომ სხვა შეგიძლია განიკითხო,
სხვამ რო გაგაბრაზოს ისიც შეგიძლია განიკითხო. მე ამას ჩემ თავს ვეუბნები კონკრეტულად. მინდა რომ მიყვარდეს ადამიანები, იმიტომ რომ ყველაფერი ქრისტიანობაში სიყვარულისკენ მიდის. დღევანდელი საზოგადოების წინაშე მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გარკვეულწილად ტენდენცია არის ადამიანების პირუტყვის მიმსგავსების, იმიტომ რამდენი ნარკომანი, რამდენი აღვირახსნილობა, ეს ყველაფერი ერს ცოდვათ აწვება და ამის გამო ერი იჯდება კიდევ. ჩვენ ვეძებთ თავისუფლებას და თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია. ესე იგი კიდევ ერთხელ ეკლესია გვაძლევს ნუ გეშინისას, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ცოდვაზე ავმაღლდეთ, თავარია თუ ჩვენ ვინდომებთ რომ ადამიანები ვიყოთ. თუ ადამიანი თავის ადამიანობას არ ინდომებს, მას რაც გინდა ის ელაპარაკე. არიან ცხონების ძენი და არიან წარწმედის ძენი. იუდა წარწმედის ძე იყო. მით უმეტეს იმისა, რომ იგი გამოირჩია უფალმა მოციქულთა შორის. თავისივე თავიდან იყო წარწმედის ძე და არა უფლისგან. საკუთარ თავს წარწმედა თვითონ მომსახურე. ამიტომ ჩვენ უფალს ვერასოდეს ვერ შევედავებით ვერაფერში. და თვითონ ჩვენთაგანში ღვთისმშობლის სიყვარული იმდენად ყოფილიყოს გამჯდარი, რომ ჩვენ როცა ამ ქვეყნიდან წავალთ, თვითონ ყოვლადწმიდა გვიძღოდეს წინ, რათა ვერ ვინ შემძლებელ არს ვედრებად წინაშე უფლისა ისეთი სიმხურვალით, როგორც ღვთისმშობელი, რადგანაც ყველა დედას შეუძლია თავის ძეს განრისხებულ ძეს, ხორციელ ძეს, თხოს ვიღაცაზე ვიზედაც გაბრაზებულია მისი შეწყალება და რამდენად უფრო მეტად შეუძლია ყველა წმინდა ღვთისმშობელს თვითონ ჩვენთაგანის შეწევნა თავისი მზის წინაშე. ნებითა შენითა ღირსი ქმნებია ანგელოზებრივსა ამას სახესა და წესსა გუნთა მონოზონთასა ნებსით გონებითა შენითა მოხვალ წინაშე უფლისა. დაიცავა ქალწულებასა შენსა ყოვლითა გონიერებითა და სასუებითა. უფალო ღმერთო ჩვენ რომელმან ღირს ყავს ჯულისმდება და განშორება ყოვლისა დიდებისაგან ნათესავისა და მოყვარეთაგან და შემოდგომა ჩვენ და შეივედრე მონაცეს შენი იოსები განშორებული ყოველთათვისთაგან და შედგომილი წმინდი სამცნებისა შენისა გამოუცხადი ამას ჭეშმარიტება იმ შენი შემოვედრებულსა შენ და აჰა ქრისტე უხილავად აქამ მდგომარი არს იხილე რამე თუ არავინ გაიძულებს არცავინ მიგზიდავს მიღება წმიდასა ამას სქემასა იხილე რამე თუ თვითნებითა შენითა გნებავს მიღებაი წინდი დიდისა ანგელოზებრივისა ამის სქემისა. აჰა ესე რა ხელისაგან ქრისტესა მიიღება მას იხილე და ეკრძალე თუ ვის შეერთდები ანუ ვისა მიხვალ ანუ ვისგან იჯმ. აღია და მომეცმე. აღია და მომეცმე.
აღიღე და მომეწმე. მე მინდა რომ ყველამ შეიგნოს რა არის თავისუფლება და თუ რა ტკბილია თავისუფლება. თავისუფალი ხარ მაშინ როცა შენ ხარ თავისუფალი და შენი ცხოვრების მართვა შეგიძლია, რა თქმა უნდა, ღმერთთან დაქვემდებარებულობაში. ძმა ესე ჩვენი ნოე მოიყვეც თმასა თავისათვისასა სახელითა მამისათა ამინ და ძისათა ამინ და სულისა წმიდისათა ამინ თქვათ ყოველთა ამისთვის. ძმა ესე ჩვენი ნოე შეიმოს შეიტყამს ძალსა ჭეშმარიტებისასა მოსაკვდინებელად ხორცსა და განსაახლებელად სულისა განცდა იმისა რომ ასაკი მომემატა ნაკლებად იგრძნობა ეთყობა როგორც ამბობენ გული ჩვეულებრივად ისეთი რჩება როგორიც არის მაგრამ ვფიქრობ რომ პასუხისმგებლობა მომემატა იმიტომ რომ რაც თქვა ცოტა ხნის წინ როგორც ბერსაც კი მეპატიებოდა 33 წლის შემდგომ სრულყოფილების ასაკია და ქვევით მიდის ადამიანი უკვე ის აღარ ეპატიება არც ადამიანს და არც ბერს. ძმა ესე ჩვენი ნოე შეიმოს კუნკულსა თავსაზე და სასუებისა ცხოვრებისასა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ვთქვათ ყოველთა ამისთვის. ძმა ესე ჩვენი ნოეშ თაიცვამ სანდალსა განმზადებად სახარებისა მშვიდობისასა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ამინ. მეტი პასუხისმგებლობა ალბათ მეც მართებს და მე მადლობას ვწირავ რომ დღევანდელ დღეს ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის რაც არის ბერი და მომუზონი და ეცადე რომ ჩემი თავისთვის რაღაც საჩუქარი გამეკეთებია და ეს საჩუქარი იყო დღევანდელ დღეს ავხვეცე ბერი ნოე Christus mier natel grigebies da Christus egvimos ies alleluia raoden da Christus mier natel grigebies da Christus egvimos ies alleluia raoden da Christus mier natel grigebies da Christus egvimos ies alleluia რომელმა არა იყო ჯვარისთვის და შემომიდგეს მე იგი არა არჩემ და ღირს მოდი ჩემ და ყოველი მაშვრალი და თვითმძიმენი და მე განგისვენო თქვენ აღიეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისავე ჩემგან რამე თუ მშვიდვარ დამდაბალ გულითა და პოდ განსვენება ისულთა თქვენთან რამე თუ უღელი ჩემი თქმივარ და თვითი ჩემი სუბუქარს Qual palman romelsa nebav შემოდგომა ჩემ და უარყავ
თავი თვისი დააღიღე ჯვარი და მომდევდი მე თქვა უფალმან ესრედ ბწყინავდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ცეცათასა გულის ხმა ყავთ საიდუმლო ესე ძმანო რამე თუ ცოდვისაგან მამულისა დიდებისად მოქცეულსა სკოლა როგორც დაამთავრე დაახლოებით 3 დღეში წამოვედი მონასტერში და რამოდენიმე მონასტერში ვიყავი შემდგომ სასულიერო სემინარია დავამთავრე სადაც ბერათაც ავიკეცე და ეხანდელი მიტროპოლიტი აბრაამის მიერ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში 11 წელი გადის უკვე რაც ბერი ვარ 8 წელი გადის რაც მღვდელი ვარ მღვდლობაში მომიწია მოღვაწეობამ საჩხერეში მთელი 5 წელიწადი საჩხერეში მოვაწეობდი შემდგომ თბილისის ერისთავების მამათა მონასტერში გააგრძელე მოღვაწეობა სოდილი და ერთსახელი შეიძლება სოდილი ბერი სონდულის ამფიერ ამ ის ბედნიერება და სიმდიდრე არის უფალთან მოპოვებული სიმდიდრე. მე არ ვამბობ რომ ყველაფერი უნდა გადაყაროს. რა თქმა უნდა ადამიანს ქონება ჭირდება. რო იცხოვროს, სხვასაც რო დაეხმაროს, სიკეთე რო აკეთოს. მაგრამ ამაზე ზრუნვა დღე და ღამე და გონებაში ამისი ტრიალი ადამიანობას აკარგვინებს და ფსალმში არის ესეთი სიტყვები რომლის გამეორებაც მე მიყვარს. კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა, ხო? ბაძვი და იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსებაც. დაგვიფაროს უფალმა უგუნური პირუტყვის მიმსგავსებისგან. უფალმა მოგცეს იმისი ნიჭი და ძალა, რომ ჩვენ უგუნურ პირუტყვს კი არა, განღმრთოვდეთ, უფალს მივემსგავსოთ, უფალთან მივიდეთ. Da Christe Jegrimosies, Alleluia. Sasum Sham Davlem Maracelatos, Tiru Aufal Nevita Shenta Sion Sadageshene, Sundan Jerusalem Sanimashito, Krasnimasa Shasatiralda, Ola Dasatwani Mashaykin Sagusela Shensa, Shega Dwara, Ode Bahamasho, Samuel Ziar Eklesia, Serapioni, Nathanaeli, Evstati, Angia, Pirosin. სურამოდენიმე წელია არსებობს თბილისის ტაბორის პერისწოლების მამათა მონასტერი. თავისი არსებობის 4 წელიწად ნახევარს ითვლის და იგი არის როგორც მოიხსენებათ ფერისცვალების სახელობის თვითონ ტაძარი მონასტერში არსებობს რამოდენიმე ტაძარი ერთი არის ფერისცვალების სახელობის მეორე არის მოსეს და ილიას სახელობის წინასწარმეტყველების მესამე ტაძარი არის წმინდა მოციქულების სახელობის მონასტერში არის სარეაბილიტაციო ცენტრი დაარსებული პატრიარქის ლოცვა კურთხევით რომელსაც ეწოდება ნარკოლოგიურ ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი თაბორი და ნარკომანები გადიან სარეაბილიტაციო მკურნალობას სარეაბილიტაციო მკურნალობაში ჩართულია როგორც სასულიერო პირები ესევე ჩართული არიან ფსიქოლოგები რომლებიც ცდილობენ ამ ადამიანების ნარკომანისგან დაავადებული ადამიანების ფეხზე დაყენებას
მონასტერს აქვს კიდე რამოდენიმე მონასტერი, ეს არის მარტყოფის ყოველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტერი, წალკაში არის გუნიაკალა სოფელი, სადაც წმინდა მეფე კონსტანტინეს და წმინდა დედოფალი ელენის სახელობის მამათა მონასტერია, ცხეთაში წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი და გარდაბანში არის ვახტანგისის სოფელი, სადაც არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი, სადაც ჩვენთან მოსული ნარკომანები გადიან რეაბილიტაციას. რეაბილიტაციაში ჩვენთან მოსული ყველა ნარკომანი უნდა იყოს განთავისუფლებული აბსტინენციიდან, ესე იგი ფიზიკური დამოკიდებულება, ლონკა უნდა კონდეთ მათ მოხსნილი და ნარკოლოგთან უნდა კონდეთ ჩატარებული მკურნალობა. ჩვენთან მოსulis შემდგომ ისინი გადიან ფსიქოლოგიური, ესე რომ ვთქვათ, ლონკის და ფსიქოლოგიური მოხსნას, ფსიქოლოგიური ლონკის მოხსნას, რადგანაც თქვენ კარგად მოგიხსენებთ, რომ შეიძლება ფიზიკური დამოკიდებულება ნარკოლოგის მიერ იყოს მოხსნილი, რაც სისხლის გასუფთავებას ნიშნავს, მაგრამ მათ თავში ჩაბეჭდილია ტვინში, რომ წამლისადმი მოთხოვნილება და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამიდან გავანთავისუფლოთ და ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ ნორმალურად გზაზე დადგნენ. ისინი ჩვეულებრივად მონასტრული ცხოვრობით ცხოვრობენ, ამბობენ აღსარებას, წირვალოცებს ესწრებიან და ჩვენგან წასვლის შემთხვევაშიც ბუნებრივია აქტიურად დადიან წირვალოცებზე, დადიან ფსიქოლოგთან და გადიან ფსიქოლოგიურ კურსს. ნებისმიერი ამსარებლობის ადამიანი შეიძლება მოხდეს ჩვენთან, იმიტომ რომ ეს არის არა როგორც გათვალისწინებული მარტო ქრისტიანებისთვის, არამედ ეს საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნარკომანი, ეს ერის დაავადება და აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ადამიანი მიუხედავად ამსარებლობისა და მრწამსისა მივიღოთ მონასტერში და მათ გარკვეული სულიერი დახმარება ჩაუტაროთ. ჩვენ ესევე ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაცია პეონთან ერთად, რომელსაც ციხეში აქვს ორგანიზაცია ატლანტისი, სადაც ძირითადად ქალთა კოლონიაში, სადაც ნარკომანი ქალები გადიან რეაბილიტაციის კურსს და იქაც ჩვენ გვყავს რამოდენიმე მუსლიმანი ჯგუფში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროგრამაში. და მათ არავითარი პრობლემა არ აქვს, რომ ჩვენ სასულიერო პირები მივდივართ პირიქით. მონასტერში ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად 25 ადამიანს უმკურნალოთ ამ რამოდენიმე მონასტერში. ისე ძალიან ბევრ ადამიანს მოუმართავს ჩვენთვის დაახლოებით 600-მდე კაცს წელიწადნახევრის განმავლობაში, მაგრამ ფიზიკურად არ აქვს ადგილი, რომ ამდენი ადამიანი დავიტიოთ. რა თქმა უნდა, კონკრეტული შედეგები არსებობს, მაგრამ ილუზია იმისა, რომ ვინც მოვა ჩვენთან ყველგან იკურნება, ეს სისულელია და ამის თქმა არ შეიძლება, რადგანაც სერიოზული დაავადებაა და პროცენტულად პროცენტი კურნებისა დაბალია, დაახლოებით როგორც მსოფლიოში ამბობენ, 7% შეიძლება განთავისუფლდეს, მაგრამ ჩვენ გვყავს ესეთი ადამიანები, რომლებიც უკვე რემისიის პერიოდში იმყოფებიან, აღარ არიან ნარკოტიკის მომხმარებლები, გვყავს ესეთი ადამიანები, რომლებიც მონასტერში დარჩნენ საერთოდ. რომელი აკურთხებელთა შენთა უფალო და წმიდა ყოფ შენ დამარცხასვებელთა შენთა ცხონერი შენი და აკურთხენ სამკვიდრებელი ჩვენ მარადის უნდა ვისწრაფოთ რომ გავხდეთ სრულყოფილება ეს ასაკია უბრალოდ სრულყოფილების და არა პიროვნება იყოს შეიძლება სრულყოფილება იმიტომ რომ ქრისტე აი ამ ასაკში წავიდა ამ ასაკში ევნო ეწამა და აღსდგა ჩვენი ცხოვრებისათვის თვითონ თქვენთაგანს მინდა ვთხოვო მეც ყველა ჩვეულებრივ მოკვდავი ვარ, ჩვეულებრივად მჭირდება ლოცვა, ისევე როგორც თქვენ აგზავნით ხოლმე მოსახსენებას მომიხსენიეთო, ესევე ჩვენ ერთმანეთისთვის გვჭირდება ლოცვა. ამიტომ გუშინდელ 60 ქულოში, რომელიც ზეთისხების დროს წავიკითხეთ, ეწერა, რომ ურთიერთარს ულოცვიდეთო. აი უფალმა მოგცეს ძალა იმისა, რომ ერთმანეთისთვის ვილოცოთ და ერთმანეთი სიყვარულში გავაძლიეროთ. ეს იქნება ჩვენი სრულყოფილება და ეს იქნება ჩვენი დღესასწაული.
ესე იგი ჩვენ თუ ჩვენი ცხოვრებით სწორად ვიმოვაწვევთ, ქრისტეს შევიმოსწავთ. ქრისტე ჩვენში იქნება და უფალმა მოგცეს ამისი ნიჭი, ამისი ძალა, ამისი სიყვარული და სიხარული. მაცხოვარმა დაგლოცოთ, დაგიფაროთ ყოველგვარი ავისგან და ბოროტისაგან და უფალმა თავისი წყალობა არ გამოგვილიოს. ამინ. გაგახაროთ სიკეთე და სიხარული მოგცემ ამინ. ჩვენთან არ ხმებთ.